არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგი აჭარის ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. დავით ბერიძეს მაგალითად ხელვაჩაურში 53 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემები მოყავს. მისი განმარტებით ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულთა და მშენებლობების რიცხვით ერთხელ მატულობს, რაზეც მთავრობამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას დროულად გამოარკვიოს ვის ჭირდება რეალური დახმარება. დავით ბერიძე დაუშვებლად მიიჩნევს შერეული კომისიის თავმჯდომარედ კვლავ რამაზ ჯინჭარაძის დანიშვნას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენელი არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვს. ბერიძის შენიშვნების გაცნობას გეგმავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ნუგზარ სურმანიძეს რამაზ ჯინჭარაძის კვალიფიცირებაში ეჭვი არ შეაქვს. მთავრობამ უნდა მიიღოს დროულად გადაწყვეტილება და შეიძლება ითქვას მთავრობას გაყავს დრო. ამ დროს ეს თემა, პრობლემური თემა წონით მატულობს, იმიტომ რომ დღითი დღე ახალი მოსახლეობა, დღითი დღე ახალი სახლები არის. ის რომ კომისიას იგივე პიროვნება ხელმძღვანელობს, თუ კი გასულ წელს არ იყო, ასე ვთქვათ, სანდო და სარწმუნო, წელს რატომ უნდა იყოს სანდო და სარწმუნო მისი ხელმძღვანელობით, ანუ კომისიის ხელმძღვანელი თავად არის. ანუ შეიძლებოდა რომ სხვა პიროვნება ყოფილიყო. ბატონი ჯიჯაძე კვალიფიციური სპეციალისტია, რომელიც ამ დარგს მართავს წლების განმავლობაში. ის კარგად იცნობს პრობლემას და მის მიერ გაკეთებული საქმის მიმართ ჩვენ პრეტენზია არასდროს არ გვქონია.